გიუშ რა შვებიება მოგვიყევი? შოვის სამსახური. თუ ჩემსავით დროებით უმუშევარი ხარ შენც. აუ მე მგონი რომ ვიპოვე რა, მადარტის კურიერად ვიჩდები აგერ დღე-დღეზე მე მგონი რა. ვაი, ეგ ძალიან მაგარია, მეც გამიგია სხვათა შორის, რომ კურიერები მან 2500 ლარიდან 4000 ლარამდე გამოიმუშავებენო. ჩემი სამი ყოფილი მუშაობს მან და ვიცი. აუ მე ზოგადად მანქანების დამოპირდების ძალიან მეშინია. არ დადგება ჩემგან კურიერი. არა მე ხო იცი ძალიან მაგრა ვატარებ რა ბავშვობიდან. თან ძალიან მაგარი პირობები იჩითება რა, ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოპედსაც თვითონ გაძლევენ რა ტიპები და საწვავიც მაგათია. ა თვითონ გაძლევენ მოპედსაც? და ყველას ეძლევენ თუ ვინც მაგათთან მუშაობს მარტო მაგათ? ვინც მან მუშაობს თეკლა რა გჭირსტო? ეგ არც მე არ ვიცოდი რა, მაგრამ ერთი ტიპია მან, თენგო, კურიერი და მაგან ამიხსნა რა. თენგო ვიცი, ჩემი ყოფილია ეგ. აუ ძალიან კაია მან დრო იწყებ მუშაობას. მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძებ და უნდა ვიშოვო უეჭველი ამ თვეში. რო სწავლის ფული გადავიხადო ხოლმე მე. არა სამსახური მაგრად ასწორებს, რა თან მანდარჩი სასურველ გრაფიკს აირჩევო რა და მაგას მოერგები. ვახო მითხრა. ვახოც ვიცი, ჩემი ყოფილია ეგეც. აუ მანდ მუშაობს. აჰა, ქალბატონი თიკოც გამოჩნდა. სად იყავი გოგო აქამდე რა არის ეგ? გამოიცანით, მანდარტის დამცხრები გავჩითე და კურიერი ვინ იყო? რატი ჩემი ყოფილი? ეგ არის მესამე. და რამ ხელარიგია მაღაზიაში. გახსენით რა მეორე სალარო. თქვენ გონიეთ ეხლა სალაროს გახსნიან? მე ვიღამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე. ჩვენი ბარათი თუ გაქვთ? არა თუ არა მაქვს. გაგიხსნით. თქვენი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება. არა, არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან რა. არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით. არ გნებავთ, კი ბატონო. შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი. აუ პური დამავიწყე. ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა. ბოდიში ვერ შევეც გაჭირებულ ხალხსა. რა კაია. და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეული სარე იმედია. ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად. ასე წამლავენ ხალხს მასონები. იმია უწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით. და ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა. არ გახსნიან, ცოცხალი თავით არ გახსნიან. ვაიმე რაღაცა ვერა ვარ კარგად. მოკვდა ქალი ბიჭო, წაუვიდა გული. ვაიმე გული წაუვიდა. მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიცნეთ ერთი კაცით რა. კარგად იქნებით ქალბატონო. გიმიძინება უკვე. ვაიმე დედა. რა ხდება? ვაიმე ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეღარ ავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭოლაგი ბარდა საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექი წამოდი გამომყევი. ისა შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წაჭერდიოდი. მის მინიმით ჯუსტი ისრული აბანოს კიდე თუ უკან გვესრულა ეს იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მე შევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატოვიარო? მიდი ჯუმანში. რა საკეთე? ვაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობთ, შედი მიდი. კაი. დედა არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ეხლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. ვაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა არაფერი დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. ძველი ფოტოები ვიპოვე. ვაიმე ომარიკო ძველი ალბომის ფოტოები და დავიწყებული მქონდა ეს მე მგონს არა. ანასტასია ნახე რა ტიპი იყავი პატარაობაში. აუ ძალიან მაგარი ჯემპრიმაცვია. რაო ბორჯომი 2010 წელი. აუ როდინდელია. ხო, აი მზიაბებოსთან სოფელში ნახეთ როგორი ძროხები გვყავდა. აუ ეგ ძროხები მახსოვს. იმინე მაგარ შვებოდნენ ეზოში. ყოველდღე ხვენი მქონდა ბასანოჩკები. კი ამ ფოტოში რატო ვტირი? მაჩვენეობა. ვაიმე ომარიკო აქ ვარ ზოოპარკში. სირაქლემამ წაგართვა ნაყინი და მთელი ზოოპარკი შენ გაწნარებდა. ანუ ბევრი არაფერი შეცვლილა. გუში ნაყინი შევუჭამე და ისწრემლები ჯერაც არ შეშრობია რაც იტირა.
აუ აპარატო შემეჭამე ჩემი მარწყვის ნაყინი. დი შეხედი ანასტასია ჩახტილია. მაჩვენე. ტიტვალი რო დარბოდა ხოლმე სოფელში. მაჩვენე. უი გაიხა, სამწუხარო რომ ვეღარ ვნახავთ. ნაგვის ბუნკერში აღმოჩნდება. თეკლა გურგენიძე წეგარო სურათი დავხიე, ბავშვობის ეგ გამომიგზავნა. ტიტვალი რო ვარ. ქალბატონო, ჩემი აგენტურა მუშაობს, შენ მას 5 დოლარი გადავუხადი მაგ ფოტოში. ტიტლიკანი არ ხარ. კორპუსთან სასწრაფოა მოსული, ნეტავისთან არიან. რა ვიცი, აბა. თირკმელი თუა ნუნუსთან იქნებიან. კუჭი თუა თენგიზისთან და ნაღვალზე კიდევ ნებისმიერთან შეიძლება იყვნენ მოსულები ამ საახალწლოდ. მეცე მაგ გაღიზიანებული. საცივ ჩურჩხილას და გოზინი აღჭამდი დღე და ღამე და რა იქნება? ცოტა შორის სამი ჩურჩხილა ვიპოვე შენი ბალიშის ქვეშ. ხო ახლა რო წამოწვევი ადამიანი კაცო, გაკრავ კბილს. რა იყო ახლა მე ყოველდღე ხო არ ავჭამ. დი ამოგიტანე მილენარული წყალი. აუ მეც დავლეო. არ დაალივინო. დგას მერი და აბოყინებს უაზროდ. აზრიანად გვინ აბოყინებს ახლა ვერ გავიგე. მოიტანე მიდი ჭიქა და დაგისხავ. მაინე უყურე, დედა სულ ანჯღრეული მოუტანია რა. შენც გაღიზიანებული გაქვს ნაღველი? ნაღველი არა, მაგრამ ისე ვარ გაღიზიანებული. კორპუსის ბავშვებს უკეიფია და მე არ მითხრეს. დედა კიდე კაი რო არ წახვედი მან. ბესოს დაულებინებია თუნდაც მაგათთვის ის თავის გაკეთებული ტყემლის არაყი. ხო და სულ გაბრუებულები ყოფილან ეს ბავშვები. ომარიკო იცოდე გაფრთხილებს სულელია ეკაცი და თუ რამე სასმელი შემოგთავაზა არ იმას აქნა იცოდე. აუ თქვენ თეკლე უნდა გინახეთ რა მთვრალი იყო. ბედნიერება უნდა დავიბედო გადაწყვეტა და საბოლოოდ კათეტერი და გადასხმები დაებედა. მივწერო ერთი ისე როგორ არის. ვაი თეკლა მე და მირეკა ორში ღამე. ეს ინგადეიდა ჩემი მეორე დედა ხარო ასე მეუბნებოდა. ხო გეუბნები ტვინი ქონდა გამოცლილი. აი მომწერა. ინგა სუდნო რა არის? სუდნო? დედა ეგ როგორ არიცით? ეგ ის არის, აი ცხოში როცა გიჭერს. ვაიმე მამაო რატო არ გამოჩნდა? ვინმე დაურეკეთ მოიკითხეთ კაცო. უი რა შვებით ამრიკო ისე მარხულობ ხო შენ? მარხულობ თინგა თავის თავად ეხა რაც ჩემი ქმარი აღარ მუშაობს არც ხორცია სახში და არც ყველი და მარხვა გამოგდის. გოგოიბო მესანთლე ქალთან გავარკვიე და მოდის თურმე მამაო გზაშია. რესტორანში ყოფილა და საშინელი საცობებია თურმე. დედა მე რამდენი შემთხვევა უკვე ამ ბოლო ორ კვირაში კაცო იმდენი საქმე აქვს საწყალმამაოს რომ სუასე გზაგზა უწევს ხოლმე ჭამა რესტორანში. და მეწובה ხოლმე ზოგჯერ რაღაცნაირად გული რა. უი თამრიკო რესტორანზე გამახსენდა გოგო რაკენით აბა როგორ ჩაამთავრეთ შვილიშვილის ნათლობა. რა ვიცი ახლა რესტორანი ვეღარ შევძელი თინგა, მაგრამ მაინც რაღაცაირად გულდამშვიდებული ვარ 300 ლარი მიუცია ნათლობის მერე ჩემთვის მამაოსთვის და მამაოსთან ახლა ეგ არ დაგვეკარგება ნამდვილად. აბა რა კაცო. მამაოსთან ვის რა დაკარგვია ერთი შენი ჯირიმე. აი მე რაღაცნაირად ცივა ხო ის ეკლესიაში. ეციება ინგა აბა რა იქნება. დაანთეთ რა ხალხო ერთი სანთელი რა გაგიხდათ ყველას რომ დაანთოთ. ან ერთი წუწურა კიმრები თუ კიდე სადმე არის არ ვიცი რა. გეგონოს თამრიკო მესამე მიკროში რო ტაძარია ხო იცით გოგოებო მანდბრებლი ყოფილა თურმე ნოიტყვი შარშან მაგათი მამაოს შვილი მოწყობილა უმაღლესში და ერთი არავინ არ წააშველა ხელი საწყალმამაოს რომ უნივერსიტეტში სწავლის თანხა შეეტანა. რას აღარ კადრულობს ხალხი? უი ხო დედი არ გამიკეთებია საჭმელი დღეს რა უნდა გამეკეთებინა კაცო. რამე იქნება და გადაიარეთ ახლა დღეს რაღაცაზე. ო კაი. აი მოვიდა მამაო რესტორნიდან. დედა როგორი გადახლილი სახი აქვს. მე დედას მაღაზიაში მივყავარ გუელო. იმის იქით წესულ ხარ. ბლეყვი ბავშვი. ომარიკო, ესე იგი ახლა უცბად მივდივართ ყიდულობთ იგრუშკებს, ხლაპუშკებს, წვიმებს და მე მივდივართ ვაგზალზე მზიებება მოდის და უნდა დავხვდეთ. უკაცრავად ეს ბარხატის სათამაშოები რა ღირს? 2 ლარი ქალბატონო. უი როგორ გაძვირებულა. დედა ეს რო ვიყიდოთ? ომარიკო მაგხლა ნაზვის ხეს სულ გვაქვს ჩვენ. ხო. ნახო ერთი სპისოკი. ბარხატის იგრუშკები ვიყიდეს, ნეკურაჭკას საფანოები ვიყიდე, ესე. და ქუჩა ვაგზალი. ინგა ჩემი გოგო გენაცვალე მარტო რომ ასულხარ. რაიმე ბავშვი. დღეს რაღაც ცოტა ხალხი შემოდის, თეკლა გურგენიძეც არ ყოფილა რა ხანია. გოგო, ეგ თეკლა რომელია, ცოტა სურათ შლიფინებს, ხა?
არა, ეგ მარია მოქრუაშვილია. თეკლა ისა ბევრი ყოფილები რო ყავს. შავთმიანი აქაც რო შემოდის ხოლმე. აი ვიღაც შემოვიდა. მე ვიდე მე. კაი. არა გოგო, აზი არაა ვაფშე ტიპშა. გამარჯობა, ერთი გოგრის კრემსუპი და ერთი წითელი ღვინო. კარგით გასაგებია. გოგრის კრემსუპზე გვაქვს აქცია. თუ გვეტყვით გოგრას ასეცახიან დასავლეთ საქართველოში, დესერტს მგვარდგებთ უფასოდ. აუ, ჩემ თავს გაფიცებ გოგრას რას ეძახიან დასავლეთ საქართველოში. გოგრაია? არა, სამწუხაროდ წააგეთ. კვახი. აუ, წესირად ილაპარაკე და რაც გითხარი მოიტანე რა. მაგარი თავს აქვთ გასული გოგო ამ იმტანებს. კარგით, ეხლა ვიმოგართმევთ ყველაფერს. ეი, ტატუკების ნინი გაიჩვიდა ჩვენთან. ბატონო გიორგი, შევიძლიათ რომ გამიშვათ დღეს, გამოცდა მაქვს ხალხი და ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო და გაუშვით ბატონო გიორგი, მე მივხედავ დღეს კლიენტებს. მაინც არ არის ბევრი ხალხი. გოგო, იცი რომ შემოვიდე ახლა ჩვენთან? ნინი როა ხო იცი, ზონა რო მაქვს დატო სტუდია. ეგ გოგო, რო გეუბნებოდი რომ თელმა სადაქალო მაგასთან დავიხატეთ მეთქი. მე მგონი ვიცი ეგ გოგო ინსტაგრამიდან. ხო, მე მეც გამოვილაპარაკე მიცნო და ასე მითხრა რომ თუში მეკდმა ტატუს კურსიო. მოსწავლეები ეყოლება და ერთ თვეში ასწავლეთ ტატუს ხატვას რა, პროფესიას. არ გინდა შენ, თან ხო ხატავ. რავი ხო, თან მაინტერესებს. მოდი მაგნინის მე მომსახურები და ვკითხავ თან, კაი? მიდი ხო. მოიცა, ეგ არ არის ნინი. იქიცის. გამარჯობა, ნინი ხო? აუ, მე თქვენ ინსტაგრამიდან გიცანით. რა ნინი, რა ინსტაგრამი? რა რესტორანია საერთოდ ეს? მენეჯერს დაუძახი, დასახურები ხართ ეხლავე. აუ, რა მხილა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რო შემარცხვნე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა შემარცხვნეო მეუბნევა. ხო, შემარცხვნე. მაღაზიაში ვიყავით, ვერც სალორ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმ ხელარი გიდგა და რო დაინახა მოაჟბატონ მამდენი ხალხი არაბოსტულ მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხვინა. რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება და გემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. ბაიმე. ომარიკო ძის ყიდვა რო დაგვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. აუ რა წყლით? აცი რო ეგრე დამალევინო ხო გახსოვს წელი დღე რო გული მერეოდა. აუ ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდეს გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავალგზეს ვიყიდი და შოკოლადსაც. არა ომარიკო შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. რძის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე ჰაუცლარიდან. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. აუ ლუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდასაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი კაი იქნება. ომარიკო მაგ ფულში მოგივა ლუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი? არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული. კი არ ესმის. აუ, რა შტერი ქალია რა. ომარიკო, ზრდილობა, ანჭრილობა. აუ, საახალწლო ზეიმზე ბალახის როლი მომცა მასწავლებელმა. რა თქვი? აუ, პრიკოლია პროსტა. რა იყო მეტი ვერაფერი გაიმეტა, რაც მე მაგაზე მაქვს პატები ნაცემი. სუჩკას ვანიტა. ხო, ინგა ქითინოვარ, ვაიმე ისეთი გახარებულები ვართ, მთავარი როლი მოგცეს და დათუნა იქნება კომბლე. ესე იგი ძალიან სწორად განაწილებულა როლები. ხო, აი არ ვიცი, არ ჩვენ არ ველოდით და ესე მოულო. ესე იგი, ამის ეზარები თუ მომიღებს მე ბოლოს რა, თორე სხვა არაფერი. ომარიკო, მოდი ახლა დავიწყოთ რეპეტიცია ბალახზე. კი გავერთობის. მთელი ღამე გავათინე წუხელის. ვინც ეს ქალაქის ჩაბარება მოიგონა მართვის მოწმობაზე. უნდა გაიხსნას ქალაქის ჯავშნები და ველოდები, მოსასწრებია. რა ღამე გაათენე გოგო? აქ იჭიქი მთელი ღამე მართლა გათხოვებაც გამორთული იყო. დედა რას უკავს თვალები? ხო და თან შემამცივნა. ბოლო 1 საათში სამჯერ ვიყავი უკვე ტუალეტში. აუ რამე წამალი დამალევინე რა. ეგ თიკო იქნება, გიხვეწები გავუღეკარებ თორე მე რო ავდგე ისევ ტუალეტში მომინდება. ინგა დეიდა გამარჯობა. ანასტასია ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე. ხო არ დაგიჯავშნია ჯერ ქალაქი. ხო და ამ საიტზე დარეგისტრირდი მიდი. მაჩვენე გაიხსნა წერტილი G. ვა, რა საკაიფოა. 4 ლარი ღირს თან ერთი თვე. ხო და ეგრევე გაგაგებინებს ქალაქის ჯავშნები გაიხსნება თუ არა და მოასწრებ. დედანეტა აქამდე გეთქვა შვილო ეგ საიტი, ღამე გაუთენებია წუხელის.
აჰა, ეს წამალი დალი ანასტასია, ესეც მიაყოლე. აუ, რა ბანძი ხარ, გოგო. ღამე ისედაც არ იხსნა ბეგ ჯავშნები და რა მეკატენებინა. აუ, რა ვისუ გამოვშტერდი. ეგა რეგისტრაციაც გავლიდია. ეხლა შემიძლია რომ შვიდად დაველოდო. თიკო ყავა სხვა დალევ. აუ კი. მიდი დაადგი, მე ტუალეტში შევალ უცბად. და როგორ გაათენა, როგორ ბრაზდები და. ხო, თან გაციებულა, მაგრამ კაია გაციების წამალი რომ მეცი თუ უშველის მალეკ. რა გაციების ძილის წამალი მივეცი კაცო იქნება დაიძინოს. ვაი, მე ქალაქის ჯავშნები გაიხსნაო. ანასტასია! გესმის? ანასტასია, გაიხსნა გოგო ჯავშნები, გამოდი. ნუ ხმაურო, ბავშვებო, ქართული საკვეთილია თუ იმის ვერ გავიგე. მა ცოტნე ქაღალდებს ისვრის. ცოტნე. ვაგზელებ ტექსტის კითხვას. გაგზელე გოგო. ტყეში გაბნეული ბავშვები ძალიან დაიბნენ და არ იცოდნენ საით წასულიყვნენ. თან ხამდებოდა და ლამის ეშინოდათ. აი მეხუთე კლასში ხარ და კითხვა არ იცი რა. ლამის ეშინიათ წერია მან, ღამის ეშინიათ. აი იცი რა არის, ენები არ მოყვებათ. მას თქვენ ხო გვეუბნებით ხომ გრძელი ენები გაქვთ და გრძელი ენები თუ როგორ არ მოყვება? მას ამარიკო ზელატოს ჯამშუმა თქვენ ვარ დაინახოთ. მომეცი აქ ეს ზელატოსი. აი ამებით რომ გაქვთ გამოტენილი პირი, იმიტომ ვერ ლაპარაკობთ. მოდი ახლა ვთქვათ ენის გასატეხი, აი რაღაც ეს მიჭირავს. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. გაიმეორე ომარიკო. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. მას გავიმეორე. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. ხურატი პლინო. რომელსაც ენა დაგება. აუ, დამცენიან მას. აი ეგ არის არ მოყვებათ ენები შვილო. აი მისმინეთ ახლა. ზელატოსი აზელატოსებულა, საზელატოსეში ჩაზელატოსებულა. მას ვერ თქვენ გაიმეორეთ. დაიდეკა გადით ახლა გარეთ რა. სამსახური ნოვიშოუ სტუდენტი რო გავხდები. სად ვიმუშაო ვინგარას მირჩევ. რა ვიცი აბა ანასტასია. მაღაზიებში რო იმუშაო, სწავლას შეუწყობდი თან. ხო, მომუშავებენ მთელი თვე და მომცემენ მე 400 ლარს. არა იყოს მადლობა. მაშინ ბესეთკაში იმუშავე, მაინც სულმან ხარ ხოლმე. არავინ არ გილაპარაკება შენ. ისე ეს იცოდი ინგა, ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს ახალგაზრდების დასაქმებაზე. ერთი ჩვენ ვერ შევედით, თორე მე საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, რომლებიც მან შევიდნენ, კი არიან ახლა კარგად. ოცნებად გამიხდა უკვე როდი შევალთ ევროკავშირში, რომ ცოტა ამოისუნთქოს ამ ხალხმა რა. აუ მან დრო შევალთ მე სხვაგან უნდა ვიცხოვროთ? კი, ეხლა ხო ცხოვრობ გდანში, მეც გდანში ცხოვრებ, ოღონდ ევროპულში. ოჰ, მან იმდენი პროგრამებია ანასტასია, გარანტირებული სამსახურები აქვს ახალგაზრდებს, კაცო, შენ ოღონდ მოინდომე და 80%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი. ბაზარიერ არის. აბა თეკლებ ორგანიზაციას რო კითხო საერთოდ აპირებს არსად მუშაობას. ეგ გოგო ძალიან მალე გათხოვდება, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. ანასტასიას მაინც არავინ არ მოიყვანს ცოლად, ასეთი როა. ისე ახლა მეც რო გავთხოვდი ინგა რას იზავდი. აი მე ფეხზე არ ავდგე, თორე დაგანახებდი რასაც ვიზამდი. ინგა დამელოდე მეც მოვდივარ. წავედი გოგოები ხვალამდე. დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე? ფაიმე. კომუნალურების გადახდა დამავიწყდა. თეატრში უნდა წაგიყვანო. მართლა? აი მე როგორ მიყვარს თეატრი. მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ. თა ხო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, რას დავაწვე ახლა აქ? პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ხა ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიცა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. პაიმე. 87 ლარია დედა. აი 3 საათამდე რო გაგშუქები ჩართული ხარ. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლარზია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 ცალი და კიდე პლუს 10, იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10, 8, 18 ხო. ვაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ?
რა ვიცი ვართ გოგო, ეხლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა ბრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ. აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება, გაკოცეთ. კარგად ირმა ჩემო კარგო. დედა რა ბრაგუნობდა გოგო ნეტა. ვაიმე. ბავშვი დამრჩა თონეში. ინგა ბანაკში მივდივარ და უნდა გამიშვა. ხო, ეხლა კაი დროსია. ადრე უნდა გამეშვი პრიუტში. რა პრიუტი ბაქსუდის ბანაკია? ალტე უნივერსიტეტი არჩევს ბავშვებს, მე რო დავდივარ. ეგ ბანაკი? ხო, არ ვიცი მოვიფიქრებ. ისე ძალიან ცუდად მახსოვს ბავშვები და რომ მემუქრებოდი პრიუტით. იმინე მეშინოდა. ხო, ისე შენ სულ გეშინოდა ხოლმე მაგის. ბოლოს ერთხელ ისე დაიმალე ლოგინის ქვეშ პატრულმა გიპოვა ძლივს. ბავშვობაში მაგარი როჟა ვიყავი. გახსოვს წითელი ქუსლიანები რო გაგიფუჭე? შენ გააფუჭე გოგო ეგ? დაიმე დღემდე მგონია რომ ჩემმა მეგობარმა თეონამ გამიფუჭა, კაცო. აღარც გვილაპარაკია ფაქტობრივად მაგის მერე. კაი 11 წელია ისე გასული. ხო, მეორე კლასში ვიყავი მაშინ და მაგრა გამივიდე ეგ ტყუილი. თიკო რა შვები შენ რა გარკვევი ბაქსუდზე? ინგამ რავი მოვიფიქრიფო და იმედია რომ გამომიშვებს. იმ პირობით გაგიშვებ მარიკოსაც თუ წაიყვან. უნივერსიტეტი არჩევს მეთქი ბავშვებს და რა ომარიკო? აუ მინდა მეც წამიყვანი რა მარტო შენ რო დადიხარ ყველგან. დედა ატყდა ახლა ესეც. მეც მაგარი ვარ ამ თქმევინა კაცო. ინგა პრიუტით შეეშინე მიდი. რავი მე მეშინოდა. ადრე უფრო აშინებდა ხოლმე კაცო ეგ ბავშვებს ახლა ვიღა დაიჯერებს. ომარიკო, პრიუტში გიშვებ იცოდე. Yes. აჰა დიკლე მოგიყვანი ზონაში. შედი ეხა და დაიხატი აჭარული ხაჭაპური. ადრე მოვედით ქალბატონო. აუ წამო შიგნით დაველოდეთ, რა თორე გავიბლიკე. ვა, რასაკაიფოთ მოუწყვიათ. ოქრუაშვილი. შეხედეთ საძის სტატუსი ხატავს. რა თქვი? შეხედი ხო იმ ბიჭთან ზის. აუ ყოველ ცოტა ხდება უბედურება, როცა ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ დროდროს იცი ხოლმე ატეხვა. რა გეტატუებოდა ნეტა რა. ой крашуაშია საერთოდ. როცა ეხლა უკეთესად მოვლი ტატუს ვიდრე ზაფხულში. მზის მიკარება რო არ შეიძლება. როგორ მაინტერესებს რა სიხატავს ოქრუაშვილი. რამე აგრესიული იქნება სუჩხუბობს და. მაგნერი ბუნების ადამიანი რამე აგრესიულს დაიხატავდა სისხლიანს ალბათ. აუ უკაცრავად ის გოგონა რო ზისი რა სიხატავს ხო არიცით? აუ არა ვიკეთყვი. რატო ვერ მეტყოდა ეხლა მისულიყო და ენახა. აი ესენი მიყოფილანაკ. უკაცრავად წეღა რომელიღაც ტატუარტის სჭირდებოდათ გველის ესკიზები. აგერა სამი გველი და გადაიხატეთ. ველოდით მსგავს კომენტარს. იმუნიტეტი გვაქვს შენზე უკვე. რა დაიხატე აბა? რა მისისხლიანი და აგრესიული ხო? არა, მშვიდობის ნიშანი, არა ომს, მაგრამ არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ მიმბაძველები ხართ და არც მე გეტყვი 100 წელი რას ვიხატავ. გოგოებო, შემდეგი რომელი ხარ, თქვენი ხატავთ აჭარულ ხაჭაპურს?